მოგესალმებით. მოკლედ ამ ვიდეოში გავაგრძელებთ უკვე ჩვენი source file-ის წერას, ჩვენი driver-ის და ბიბლიოთეკის გაკეთებას. აქ უკვე ჩვენ გადასულები ვიყავით, არ ვიცი როგორ დაწერეთ, მაგრამ თუ დაწერეთ, შეგეძლოთ თუ გაქვთ კიდევ შეგამოწმოთ, მართლა რაც დაწერეთ, სწორად იწერება თუ არა, როგორც წინა ვიდეოში გავაკეთე. ახლა უკვე გავაკეთებ ესეთ რაღაცას, იგივეს, ანუ უკვე რო დავაკონფიგურებ output ტიპზე, ანუ ის output-ი გავწერო, რომელსაც მომხმარებელი შემოიტანს კონფიგურაციით, ხო, ანუ ჩვენ მაგალითად. ესე იგი temp ცვლადი, აქ ჩვენ უნდა ჩავწეროთ ეს ყველაფერი ჭხილებში გავწეროთ, იგივე რაღაცის გაკეთება დაგვჭირდება, ოღონდ მოდი შევამოწმოთ ამას. აქ pin mode-ის მაგივრად დაგვჭირდება pin upd control. pin ნახეთ, მოდი გავხსნათ და input data registry არა, speed registry არა. არა. მოვუძებნოთ, აი pull up pull down control. ესე იგი pull up pull down control-იც რადგანაც თითოეული pin-ისთვის 2 ბიტი არის საკონფიგურაციოდ გამოყოფილი, ანუ 00 01 10, ხო? ანუ ეს სამი კონფიგურაცია შეგვიძლია გავწეროთ სასურველ pin-ზე. შესაბამისად, ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვაკეთებ. ვიღებ ამ რეგისტრს, ანუ აქ უკვე წერია, რომ ამ რეგისტრის ამ მისამართზე, უпростоრად, აქ როგორი რაღაცა წერია, ის კონფიგურაცია, ანუ 00 იქნება, 01 იქნება თუ 1 თუ რაც 10 თუ რაც იქნება, ეს ერთიანი ნოლიანი კომბინაცია გადავიტანოთ 2 გამრავლებული pin number-ზე, ხო? თუ pin-ი აქ 4 გვაქვს შემოტანილი, როგორც მახსოვს, თუ 4 გვაქვს შემოტანილი, ხო? მაშინ 2-ჯერ 4 გამოდის 8, ანუ მერვე pin-ზე გადმოვა, აი როგორც output speed-re, აქ speed-ზე ვართ, speed-ზე რა გვინდა? აი აქეთ. იგივეა, უნდა გადმოვიტანოთ აქეთ, თუ 01 გვიწერია, 0 აქ ჩაიწერება, 1 აქ ჩაიწერება. როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთე, ზუსტად იგივეს გავაკეთებ, რომ ჯერ გავასუფთავებ აღნიშნულ რეგისტრს, model-ის მაგივრად დავწერ pull down registrს მიუთითებ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ისევე შევაერთოთ და მოდი ვნახოთ როგორ დააკეთებს ჩვენი დებაგერი. ნახეთ, წინა შემთხვევაში ვიცოდი რომ აქამდე ყველაფერი კარგად კეთდებოდა, აი ახლა გადმოხტები აქეთ. შემდეგ მიუთითებ რომ აქ მოვიდეს, აი აქ არის მოსული GPIO-ის model registry ვნახოთ, ნახეთ model 4-ში გაწერილია. ახლა ერთიანი სადაც უნდა გაიწეროს, ერთიანი თუ რა უნდა გაიწეროს, მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი. Pull up GPIO, pull up pull down control-ში, აი ეს რას ნიშნავს, pull up-ი, ერთიანია თუ ნოლიანი. ეს არის ერთიანი. შესაბამისად, pull up pull down control-ის მეოთხეზე უნდა გაიწეროს აქ ერთიანი, როდესაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. საწყისად შეგვიძლია ვცადოთ და 1-1 ჩავწეროთ. ოხ, რატო აირია საერთოდ? კარგით, მოდი ვნახოთ რას გააკეთებს ესეთ შემთხვევაშიც. როდესაც temp-ში გადავწერთ და მერე გავასუფთავებთ ამ ყველაფერს. გადმოვედით აქეთ. 1-1 არ იწერება რეზერვედ რადგანაც არის, ხო? მაგალითად ერთიანი წერია. შემდეგი მოვედით აქ, ანუ ახლა ამან უნდა გაასუფთავოს. ნახოთ რას იზავს. აი გაასუფთავა და შემდეგ უნდა გადაიტანოს ერთიანი. და გადაიტანა ყველაფერი წარმატებით როგორც გვინდოდა. ისევ ამას გამოვთავ და ახლა speed-ზეც გავაკეთებ იგივეს. speed-იც მსგავსი რეგისტრია, ნახეთ, აი აქ იყო ზემოთ. speed-იც ნახეთ, თითო pin-ი 2 ბიტის კონფიგურაციისგან შეგვიძლია გავწეროთ. low, medium, fast თუ high გვინდა, მაგალითად აქ ჩვენ გვიწერია high, ხო? ანუ 1-1 უნდა გაიწეროს და ვნახოთ რა მოხდება. ამას ყველაფერს იგივეს ეს არ დაგვავიწყდეს რომ ის გავანულოთ, მაინც. წესით აქეთ მაინც ხელახლა რო წერთ ამ ყველაფერს, მაინც იგივე მნიშვნელობას აიღებს, უბრალოდ მაინც ესეთი დავიცვათ ფორმალობა.
აქ უკვე დაგვჭირდება pin speed-ი GPIO-X, მოდი აქ ნახოთ, ეს უნდა გავწეროთ output speed register-ში, ეს. აქეთ ნახოთ, ხო ისე pin-ი უნდა გავამრავლოთ ორზე. აქაც ყველაფერი სწორად გვაქვს. შეგვიძლია შევამოწმოთ, ან ბარემ მეოთხეს დავწეროთ და მერე შევამოწმოთ. Pull up, pull down-ში რა კონფიგურაციები გვაქვს? Pull up, pull down-ი და აქ ეს დამიწერია. შემეშალა. ანუ pull up, pull down და აქ output-ი მიწერია და output-ი აქეთ დავაკონფიგურებთ. ნახოთ output-ის კონფიგურაციაში რა ხდება. აი output-ის შემთხვევაში აქ უკვე არ დაგვჭირდება ორზე გამრავლება, რადგანაც 0 პინით დაგვჭირდება. აქ უნდა ჩავწეროთ, მეოთხე პინით დაგვჭირდება, მეოთხე ბიტზე უნდა ჩავწეროთ, არათუ მერვე პინზე, როგორც წინა ასეთ შემთხვევებში. ანუ ნახეთ, მეოთხე პინზე თუ წერდი modes, მერვე მეცხრე იყო მათთვის გამოყოფილი ბიტები ამ მისამართზე. ხოლო output type register-ში მეოთხე პინისთვის პირდაპირ მეოთხე 0 1 2 3 და მეოთხე ბიტი არის განკუთვნილი. შესაბამისად, აქაც იგივეს დავაკოპირებ. out აქ რა გვიწერია? GPIO in output type-ი, აქეთაც ვნახოთ რა გვიწერია output type-ში. აი ეს დავაკოპიროთ, ეს ვნახოთ და აქეთ ეს ორზე გამრავლება არ გვჭირდება, ესეც უნდა მოვხსნათ და ესეც უნდა მოვხსნათ. მოდი შევამოწმოთ ახლა ეს ყველაფერი breakpoints მოვხსნი და აქ დავსვავ ხელახლა რომ ყველა დეტალი რამდენად კარგად გაიწერება. ზოგჯერ მოკლედ ეს კაბელის ბრალი არის, ზოგჯერ კარგად შეერთება, ჭირდება ხოლმე. ახ გამოვაწერე, მე მგონი იწერებოდა. კარგით დაველოდოთ, დაასრულოს ეს ყველაფერი. გაჭედა რატომღაც. ხო, კიდევ რა დაგვრჩება? ამის შემდეგ, ესე იგი, სანამ ჩვენი ER-ი გაიშვებს, ხო არ გამოვართო საერთოდ. აუგონდეს არა. ამის შემდეგ ეს შეიძლება ახლა ყველაფერს იმით მაკეთებს, რომ ეს არის დაქრაკული ვერსია, ისე არის გადმოწერილი. მოკლედ დავუბრუნდეთ აქეთ. ამის შემდეგ init ფუნქციას რო გავაკეთებთ, ამის შემდეგ უკვე საჭირო არის თუნდაც dainit და clock-ი ჩავხსნათ. ანუ clock-იზე უბრალოდ disable რო გავუკეთოთ, ეგ იქნება dainit ფუნქცია, ანუ თუ კი აღარ მჭირდება GPIO-A, მაგალითად რაღაც საქმე გავაკეთე, სენსორი მქონდა დაერთებული და თუ კი მივიღე ამ სენსორზე ერთხელ ინფორმაცია, მაგალითად დროებით შეიძლება გამოვრთო, რაღაც დიდი ოპერაცია ცალკე გავაკეთო და შემდეგ თუ დამჭირდება, მერე ჩავრთო ხოლმე. ესე იგი გვაქვს input data registry, თუ მინდა რომ წავიკითხო, მაგალითად input data register-ზე pin-ზე არსებული ინფორმაცია high მოდის თუ low მოდის, შეგვიძლია outget და ცალკე ფუნქცია დავწეროთ, რომ თუ ამ pin-ზე რაღაც ინფორმაცია მოვიდა, მაშინ ადგეს და ამოიკითხოს და გადავიტანოთ სვლადში. მაგალითად, STM32-ის მიკროკონტროლერს აქვს ჩაშენებული ღილაკი მიკროსქემაზე და ნახოთ თუ დავაწვევით რა ხდება, რა იცვლება იდეაში ესეთ შემთხვევაში. მოკლედ, შემდეგი ვიდეოები გავაკეთებთ უკვე input-ი და output data როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ და წავიკითხოთ და საბოლოო ჯამში იმით დავამთავრებ, რომ ღილაკს, როცა დავაწვევით, შეშენებულ ღილაკს, მაგალითად აინთოს ნატურა. როცა აუშვებთ, ჩაქრეს, ან როცა დავაწვევით აინთოს, როცა დავაწვევით, მერე ჩაქრეს და ასე შემდეგ. მოკლედ, ამან თუ არ გაიშვა, ახლა ამ ვიდეოს დავაპაუზებ და გავაგრძელოთ შემდეგ ვიდეოზე. ეს ყველაფერი შემდეგ ვიდეოზე გავუკეთოთ ამას დებაგირება.